მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და დღეს მე მინდა შემოგთავაზოთ თქვენ საჯარო გაშლა ძალიან საინტერესო თემაზე, სახელწოდებით რა როლს თამაშობთ სხვა ადამიანების რეალობაში. ჩვენ განვიხილავთ ამ ყოველივეს სუფთა ენერგეტიკულ დონეზე, იმიტომ რომ პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი ჩვენგანი ინდივიდუალურია და სრულიად იდენტურ სიტუაციასაც კი ყოველი ჩვენგანი სხვადასხვანაირად აღიქვამს. ამიტომაც განვიხილავთ უფრო ზოგადი სურათის კუთხით, თუ რა როლს თამაშობთ. ყოველი ადამიანი და ყოველი გამოცდილება არის ჩვენი მასწავლებელი ყოველთვის და ასევე გახსოვდეთ მეგობრებო, რაც არ უნდა გაიგოთ ამ საჯარო გაშლის მეშვეობით საკუთარი თავის შესახებ, იცოდეთ რომ თქვენი რეალობა თქვენი პასუხისმგებლობა არის და რა თქმა უნდა თუ თქვენ რაღაც არ მოგწონთ, ამის შეცვლა ყოველთვის შესაძლებელია. მაშასადამე დავიწყოთ პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში. ვარიანტი გვექნება სულ 2 და ვნახოთ აბა რა როლს თამაშობთ სხვა ადამიანების რეალობაში ზოგადად. რა როლს თამაშობთ? ვნახოთ აბა რა როლს თამაშობთ? რა როლს თამაშობს პირველი ვარიანტი სხვა ადამიანების ცხოვრებაში? რა როლს თამაშობს მეორე ვარიანტი სხვა ადამიანების რეალობაში? ჩვენ არ გამოვიყენებთ დღეს ქვებს, ჩვენ დღეს გამოვიყენებთ გასაღებებს და პირველი ვარიანტი გვექნება ასეთი გასაღები, ხოლო მეორე ვარიანტი გვექნება ასეთი გასაღები. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი, რომელი არკანიც ან რომელი გასაღებიც უფრო მეტად გიზიდავთ, გეძახით. ვეცდები თითო არკანი თავხსნა, თუმცა ვფიქრობ დაგჭირდება არკანების დამატება და კარგით, დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. პირველი ვარიანტი რა როლს თამაშობთ სხვა ადამიანების რეალობაში და ამოვიდა უფროსი არკანი ეტლი. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ არკანი ეტლი არის ის ენერგია, რომელიც ადამიანებს ყოველთვის აძლევს მოტივაციას, მიზანდასახულობას და პირველ რიგში ამ არკანიდან გამომდინარე თითქოს თქვენ თავადაც საკმაოდ მიზანდასახული პიროვნება ხართ ადამიანი, არსებობს ასეთი გამოთქმა, ვხედავ მიზანს და ვერ ვხედავ დაბრკოლებებსო. და თითქოს თქვენ თავადაც ასეთი პიროვნება ხართ ძირითად შემთხვევებში. და სხვა ადამიანებზე როგორ მოქმედებთ, რა როლს თამაშობ? რა თქმა უნდა, როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, ძირითად შემთხვევაში აძლევთ მათ მოტივაციას, წინსვლის მოტივაციას და ზოგადად ნახეთ არკანი ეტლი იმეტყველებს არა მხოლოდ მოტივაციის შესახებ, არამედ იმის შესახებ, რომ რაღაცნაირად თქვენ ადამიანები ყოველ ჯერზე გადაგყავთ რაღაც ახალ ლეველზე, რაღაც ახალ საფეხურზე. შესაძლოა გაუაზრებლად აკეთებთ ამას, შესაძლოა თქვენ თავადაც ვერ ამჩნევთ, მაგრამ ყოველ ჯერზე თქვენ ადამიანები კი ბატონო გადაგყავთ რაღაც ახალ საფეხურზე. თქვენ მათ აძლევთ იმის საშუალებას, რომ გააკეთონ რაღაც კვანტური ნახტომი, წავიდნენ უფრო წინ. განსაკუთრებით ეს უფრო მკვეთრად შეიძლება აღინიშნებოდეს და უფრო მკვეთრად შეიძლება ჩანდეს ისეთ სიტუაციებში, როდესაც ადამიანი არის უიმედოდ, როდესაც ადამიანს ეშინია ცვლილებების, როდესაც ადამიანი არის გაჭედილი კონკრეტულ სიტუაციაში თუ კონკრეტულ ვითარებაში და ან ეშინია წინსვლა, ან არ იცის როგორ წავიდეს წინ და თქვენ ზუსტად ამისკენ უბიძგებთ. თქვენ ადამიანებს აძლევთ საშუალებას, აძლევთ ინსტრუმენტს იმისათვის, რომ წავიდნენ წინ. შეხედეთ, აძლევთ როგორც მოტივაციას, ასევე ინსტრუმენტს, ასევე საშუალებას
მიზანდასახულობას ამასთან ერთად, შთაგონებას და თითქოს თქვენითაც აცილებთ რაღაც ახალ გზაზე. იცით რას გულისხმობ? წარმოიდგინეთ, პირდაპირ გაგებით, წარმოიდგინეთ ჩვეულებრივი ქუჩა და გზა. ადამიანი მიდის რაღაც კონკრეტულ გზაზე, ხო? მიდის და თქვენ მიასწავლით, კითხულობს დაუშვათ თქვენთან მიმართებაში, რომ იქ და იქ როგორ მოუხდეო, იქ და იქ როგორ წავიდეო და თქვენ არამხოლოდ მიასწავლით და ეტყვით თუ როგორ უნდა წავიდეს და როგორ უნდა გაიაროს, არამედ ოდნავ მიაცილებთ კიდევაც. ხვდებით ხომ? და სხვათა შორის ძალიან საბედისწერო როლს თამაშობთ. საბედისწერო ცვლილებები შემოგაქვთ ადამიანების ცხოვრებაში. და ნამდვილად ვერ ვიტყოდი, რომ ეს რაღაც ეს საბედისწერო რაღაც ნეგატიური არის. კი ბატონო, ზოგის შემთხვევაში შეიძლება ნეგატიური და საკმაოდ არასასიამოვნოც იყოს ახალ საფეხურზე გადასვლა. მაგრამ მიუხედავად ამისა, თქვენი ერთ-ერთი ბრჭყალებში მისია სხვა ადამიანების რეალობაში არის ზუსტად არკანი ეტლი. მოტივაცია, მიზანდასახულობა, გაცილება და რაღაც ახალ საფეხურზე გადაყვანა ადამიანის. და ეს არ არის რაღაც მცირედი, ეს არ არის რაღაც პატარა ნაბიჯი. ყოველ ჯერზე ეს არის რაღაც ძალიან დიდი ნაბიჯი, მეგობრებო. ეს არ არის რაღაც ისეთი, რომ დაუშვათ ოდნავ უბიძგეთ. ცხადია იქნებიან თქვენს რეალობაში ისეთი ადამიანებიც, რომელთა შემთხვევაში ოდნავი ბიძგიც იქნება თქვენი მხრიდან, მაგრამ ძირითადად აქ უფრო რაღაც უფრო მძლავრ ნახტომებს ვეხებით, უფრო მძლავრ კვანტურ ნახტომებს. ხვდებით ხომ, მეგობრებო? სულ ეს არის, რაც შეეხება პირველ ვარიანტს და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. აბა ნახოთ მეორე ვარიანტი თქვენ რა სახის როლს თამაშობთ სხვა ადამიანების ცხოვრებაში და აქ ამოვიდა პენტაკლების ტუზი. მეგობრებო, პენტაკლების ტუზი არის ყოველთვის რაღაც ახალი შესაძლებლობა, ყოველთვის ახალი მატერიალური შესაძლებლობა და პირველ რიგში ეს რადგანაც უმცროსი არკანი არის, აქ უფრო ვიტყოდი იმას, რომ ახლა ცხოვრების ამ ეტაპზე რა როლსაც თამაშობთ, უფრო ის ენერგიები ჩანს, ვიდრე რაღაც ზოგადი როლი. ხვდებით ხო? მაგრამ პენტაკლების ტუზი რის შესახებ მეტყველებს? მეტყველებს იმის შესახებ, რომ ადამიანებს აძლევთ რაღაც ახალ მატერიალურ შესაძლებლობებს და რა არის მატერიალური შესაძლებლობები. ზოგადად მატერიალურ სამყაროში შედის, რა თქმა უნდა, როგორც ფული, ქონება და ასე შემდეგ, ასევე თქვენ წარმოიდგინეთ და სქესობრივი კავშირები, ჯანმრთელობა, ყველაფერი, რაც ეხება ჩვენს სხეულს. და პირველ რიგში შესაძლოა თქვენ საკმაოდ ქველმოქმედი ადამიანი იყოთ, დაუშვათ ხო? ან შესაძლოა იყოთ დამსაქმებელი კონკრეტულ სფეროში, ან კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია, შესაძლოა თქვენ ხართ ან ექიმი, უგაცრავად, ან ვიღაც ისეთი პიროვნება, რომელიც ადამიანებს ეხმარება მატერიალური ასპექტებით. შესაძლოა ელემენტარული აქ იყოს როგორც ხშირი ფინანსური გვერდში დგომა თქვენი მხრიდან, მაგალითად უბრალოდ ისეთი პიროვნება ხართ, რომელსაც არასდროს არ ენანება ფინანსური გვერდში დგომა, ხო? ან შესაძლოა იყოთ ადამიანი, რომელიც პირდაპირ გაგებით ადამიანებს ან კურნავს, ან რაღაც ახალ მატერიალურ შესაძლებლობებს აძლევს. მაგალითად, ახალ უფრო ჯანმრთელ სხეულს, ორგანოს, ხო? დავამატოთ არკანები, რადგანაც ცოტა ისეთი ენერგიები არის მეორე ვარიანტში. უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია გვჭირდება. რა როლს თამაშობს მეორე ვარიანტი სხვა ადამიანების რეალობაში? ნახოთ აბა.
და არკანი ჩამოკიდებული კაცი, არკანი თასების რვიანი. მეგობრებო, ძალიან საინტერესო ენერგიები წამოვიდა, იმიტომ რომ შეხედეთ, აქ თქვენ ადამიანებს ეხმარებით იმაში, რომ გამოვიდნენ რაღაც გარკვეული კრიზისული სიტუაციებიდან. და სხვათა შორის ეს შეიძლება საერთოდ არ იყოს არანაირ კავშირში მატერიასთან. ანუ გულისხმობ იმას, რომ ფულითან ასე ვთქვათ, მატერიალური რაღაც სხვა ასპექტებით შეიძლება არც ეხმარებოდეთ. უბრალოდ იმდენად ეხმარებოდეთ ადამიანებს, რომ ისინი შემდგომ, თქვენი დახმარების შემდგომ არა უბრალოდ გამოდიოდნენ რაღაც კრიზისული სიტუაციიდან და კრიზისული მდგომარეობიდან, არამედ უფრო მარტივად იზიდავდნენ რაღაცას, უფრო მარტივად ისრულებდნენ რაღაც სურვილებს. იმიტომ რომ ჩამოკიდებული კაცი, ეს არის უფროსი არკანი, რომელიც მეტყველებს ერთგვარი თვითშეწირვის შესახებ, ამიტომაც გავიმეორებ, რომ აქ აშკარად ქველმოქმედი ადამიანებიც მიყურებენ, ან ისეთი ადამიანები, რომელთა პროფესიაც ძალიან მძლავრ კავშირში არის ან მედიცინასთან, ან რაღაც მსგავს სფეროსთან, სადაც ადამიანს სჭირდება ბევრი პასუხისმგებლობა და როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, ძალიან დიდი შანსია ეს ყველაფერი ხდებოდეს არა მატერიალური ასპექტებით, არამედ რაღაც უფრო მენტალური თვალსაზრისით, იმიტომ რომ აქ თასების რვიანიც გვაქვს. თქვენ ეხმარებით ადამიანებს დაინახონ რაღაც ნეგატიური სრულიად სხვა კუთხით, სრულიად სხვა გრადუსით და ამასთან ერთად ეხმარებით იმაში, რომ გამოვიდნენ რაღაც კრიზისული მდგომარეობებიდან, კრიზისული ემოციებიდან, დეპრესიული მდგომარეობიდან. ეხმარებით იმაში, რომ მეტად, შეძლონ მეტად დააფასონ ის, რაც უკვე აქვთ. ხვდებით ხომ? და ამავდროულად გააზრებულად თუ გაუაზრებლად, შესაძლოა ენერგეტიკულ დონეზე სრულიად გაუაზრებლად აკეთებთ ამას, მაგრამ ყოველჯერზე აძლევთ რაღაც ახალ პერსპექტივებს და ახალ შესაძლებლობებს. გავიმეორებ, ეს შეიძლება ხდებოდეს ენერგეტიკულ დონეზე. კიდევ ერთხელ მოვიყვან ასეთ მაგალითს, დაუშვათ თქვენ ადამიანს დაეხმარეთ რაღაცაში, გამოიყვანეთ რაღაც დეპრესიული მდგომარეობიდან და ადამიანს მიეცა როგორც ახალი სუნთქვა, ასევე მიეცა მეტი ფინანსური ენერგია. შეძლო მეტად გამოიმუშაოს საკუთარ თავში ფინანსური ენერგია. ხვდებით ხომ? და ჯანმრთელობის ენერგიაც. თქვენ ფაქტობრივად ხართ მკურნალი ადამიანი, გააზრებულად თუ გაუაზრებლად და ბევრისთვის მკურნალი ხართ ფიზიკური თვალსაზრისით, ბევრისთვის კი მენტალური თვალსაზრისით. უფრო სწორად, ბევრი თქვენგანი ფიზიკური თვალსაზრისით, ბევრი თქვენგანი მენტალური თვალსაზრისით. მაგრამ მენტალური მდგომარეობა, მენტალური სხეული და ფიზიკური სხეული, რა თქმა უნდა, ცალ-ცალკე ნამდვილად არ არის. და როგორც მენტალური ჯანმრთელობა ფიზიკურზე, ასევე ფიზიკური ჯანმრთელობა მენტალურზე მოქმედებს. უბრალოდ სხვადასხვანაირი ადამიანები მიყურებენ საჯარო გაშლაში და ცხადია, ზოგის შემთხვევაში ერთი კონკრეტული ენერგია მეტად ინტენსიური იქნება, ზოგის შემთხვევაში მეორე. სულ ეს არის ძვირფასო მეგობრებო, ორმესი მადლობა და წარმატებები.